მოგესალმებით, ეს არის რიგით მერვე დასკვნითი პოდკასტი, მე რამინ მაჭარაშვილი ვარ. დღეს ვისაუბრებ სოციალურ მოდელზე, რა მნიშვნელობა აქვს შიშმუპირებისთვის, სტატუსის მინიჭების, ბიოფსიქოსოციალურ ასე ვთქვათ, მიმართულებაზეც გვექნება საუბარი და სხვა საინტერესო საკითხებზე, რომელსაც მე თანდათან გავშლით საუბრისას. მოგესალმებით, ქაბატონო მაგული. მოგესალმებით, მე გახლავართ მაგული შაღაშვილი, მუშაობ უკვე მრავალი წელია შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე, უფრო სოციალური პოლიტიკის კუთხით და როგორც თქვენ ბრძანეთ იგივე ეს მოდელები, რაც არის შეფასების, სტატუსის დადგენის კუთხით, ჩემი საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულება გახლავთ და დღეს სიამოვნებით ჩავერთვები ამ დისკუსიაში. ზოგადად ჩვენი ასე ვთქვათ უფლებადამცველების მოსაზრებით და პრაქტიკით რამდენიმე მოდელი არსებობს, შეიძლება ვთქვათ 4 ძირითადი მოდელია. ამ კუთხით მიდგომა შიშმუპირთა საკითხების მიმართ, პირველი არის, რომელიც ძირითადად აქცენტს აკეთებს ადამიანის ჯანმრთელობის და ასე ვთქვათ დარღვევის მდგომარეობაზე და ცდილობს, რომ ბრჭყალებში გამოაჯანმრთელოს ეს ადამიანი. და მისი მთავარი აქცენტია მკურნალობა და მკურნალობა მოკლედ. და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც შიშმუპირს აწუხებს და შეიძლება აწუხებდეს სოციალიზაციის კუთხით თუნდაც ცოტა ყურადღების მიმარჩება. სოციალური მოდელი პირიქით არის, ასე ვთქვათ, ანუ წინა პლანზე არის სოციალური საკითხები, ინკლუზია საზოგადოებაში, სერვისები და არა მარტო ჯანმრთელობა, ვთქვათ და სამედიცინო მიმართულება. კიდე გამოყოფენ ასე რომ ვთქვათ, თვალმოქმედო მიდგომას, რომელიც ასობრივად თვითონ სიტყვა გვეუბნება, რასაც გულისხმობს და პრინციპში ახლა ქვეყანაში როდესაც ვთქვათ არ არის იმის საშუალება, რომ ვთქვათ ყველა მოქალაქის საჭიროება დაკმაყოფილდეს, რა თქმა უნდა ქველმოქმედება შეიძლება საჭირო იყოს, უბრალოდ ქველმოქმედების ტიპები არსებობს, რომელიც შეიძლება მისაღები იყოს, რომელიც შეიძლება მიუღებელი იყოს. და რა თქმა უნდა მიუღებელია ჩვენთვის ისეთი ქველმოქმედება, რომელიც საჭიროებაზე არ არის მიმართული და მხოლოდ პიარს ემსახურება უხეშად ვთქვათ და უფლებადაცვითი მიდგომა გვაქვს კიდევ, რომელიც შეიძლება ითქვას ყველაზე ახალი მოდელია მიდგომა, რომელიც გულისხმობს ადამიანის ღირსების პატივისცემას პირველ რიგში და იმ ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, რაც ნებისმიერ ადამიანს აქვს დაბადებიდანვე. და შესაბამისად, როგორც სხვა ნებისმიერ ადამიანის უფლებაა დაცული სახელმწიფოში, ისე უნდა იყოს ჩვენი შეზღუდული შესაძლებელი პირთა უფლებებით. მინდა გთხოვოთ, რომ უფრო სიღრმისეულად სოციალური მოდელზე რო ისაუბროთ, რა მნიშვნელობა აქვს ზოგადად ამ მოდელს, რაც გულისხმობს შინაარსობრივად და მერე შეგვიძლია შევეხოთ თან ბიოფსიქოსოციალურ შეფასების მიმართულებასაც ამ სოციალური მოდელის კონტექსტში. ყველა მოდელი ეყრდნობა, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ფილოსოფიას, გარკვეულ ღირებულებებს, მიდგომებს და საინტერესო ის ფაქტია, რომ ერთი მოდელი მეორეს დასრულებას არ ელოდება საზოგადოებაში და არ ქრება, ხო? რაღაცა ის მოდელები, რაც თქვენ აღწერეთ, პარალელურად არსებობენ ჩვენს ქვეყანაშიც, ხო? სამედიცინო მოდელზე ყველა ვთანხმდებით, რომ ეს არის უკვე ძალიან დრომოჭმული მოდელი იმ კუთხით, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი არ არის ავად შეიძლება გავხდეთ ყველა ჩვენი ცხოვრების ნებისმიერ დროს და დაგვჭირდეს მკურნალობა. ამიტომ ეს მოდელი ძალიან ვიწრო მიდგომის არის და რა თქმა უნდა არ არის ღირსებაზე დამოკიდებული. საქველმოქმედოზე თქვენ ძალიან საინტერესოდ ახსენეთ ასევე რომ ქველმოქმედებაზე ორიენტირებული მოდელი ყველაზე მოძველებულია შეიძლება ვთქვათ და დღეს ალბათ ამისი ესეთი ყველაზე მისაღები ალტერნატივა იქნებოდა სოციალური პასუხისმგებლობა. რაც შეეხება სოციალურ მოდელს, როგორც თქვენ ასევე კარგად ნიშნეთ, სოციალური მოდელი ერთ-ერთი ახალია, 80-იანი წლებიდან, ასე რომ ვთქვათ, თავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ იყო ზუსტად ადვოკატობა ამ საკითხზე გაწეული, რომ გარემო არის მართლაც მასტიგმატიზებელი, გარემოში არის ბარიერები და მოდი ჯერ ამას მივხედოთ და მე ჩვენ გადავწყვიტავთ რა არის მნიშვნელოვანი ცხოვრებაში და სოციალური მოდელი სწორედ ამაზე გარემო ბარიერებზე აკეთებს აქცენტს, ამით არის ძალიან მნიშვნელოვანი. რაც შეეხება ბიოფსიქოსოციალურ მოდელს, რომელიც ესე კლასიკური მიდგომით მიმოიხილავს ადამიანის
მდგომარეობას, ასე ვთქვათ, ბიოლოგიურ მდგომარეობას. ბიოფსიქოსოციალური მოდელი უფრო შემოიტანა, როგორც ვიცით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ. ბიოფსიქოსოციალური მოდელი, როგორც შეფასების ბაზა არის საინტერესო, იმიტომ რომ კომპლექსური არის, მიმოიხილავს, როგორც ვთქვით, ადამიანის ბიოლოგიურ მდგომარეობას, შეიძლება იყოს ეს ანატომიური თუ ფიზიოლოგიური მდგომარეობა ადამიანის, რაც შემოიტანა ამ მოდელმა იყო ფუნქციონირება და ძალიან მნიშვნელოვანი, თვითონ კლასიფიკაცია კოდებისგან შედგება და აღწერს ადამიანის ფუნქციონირებას. ორი მიმართულებით ეს არის პირველი ადამიანის თავისი თვითნაბადი დაბადებიდან რა შესაძლებლობებიც და როგორია და მეორე როგორია ამ ადამიანის საქმიანობა იმ ხელშემწყობი თუ ხელშემშლელი ფაქტორების ზეგავლენის შედეგად, რაც მის გარემოში არის. ანუ გარემო ფაქტორები შემოიყვანა და ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის და სწორედ ინდივიდუალური, ასე რომ ვთქვათ, კონტექსტით შემოიტანა, რომ ამ ყველაფერზე შეიძლება გავლენას ახდენდეს ადამიანის მაგალითად ასაკი, კულტურული ნორმები, რომელ სოციუმში იზრდება ხომ, ბარიერები რა არის და უკვე ჩემზე კარგად მოგეხსენებათ, რომ კონვენციამ შემოიტანა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციამ შემოიტანა უფლებებზე დაფუძნებული მოდელის აუცილებლობა. საქართველოში მოგეხსენება, რომ არის დღესდღეობით არსებობს შეზღუდული შესაძლებლობის შეფასების და სტატუსის დადგენის სამედიცინო მოდელი, იმიტომ რომ გვაქვს კანონი სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შესახებ და ორი კანონქვემდებარე აქტია, ხო, რომლის მიხედვითაც გარკვეული, ესე იგი, ჯანმრთელობის მდგომარეობები ადგენენ შეზღუდულ შესაძლებლობაზე მისაწვდომოს, ანუ თუ ადამიანს აქვს ესე თუ ის დარღვევა ჯანმრთელობის უკვე იღებს კანონის მიხედვით არის უკვე გადაწყვეტილი ამ ადამიანს დაუდგინდება თუ არა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი თუ არა. დღევანდელ სისტემაში რაც არ გვაქვს ფუნქციონირება რითი შეფასდეს სტანდარტული მიდგომა ინსტრუმენტია რომ არ იყოს ძალიან განსხვავებული ესეთ მონაცემები ის არ გვაქვს. და რადგან კონვენცია რატიფიცირებულია, დიდი ხნის რატიფიცირებულია ჩვენს ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ამის ვალდებულებაც გეთანხმებით, უკვე გახდა ხო აპრილში. ამის ვალდებულება თავისთავად ჰქონდა ქვეყანას და კარგია რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კანონმა ის უკვე აუცილებელ პირობად დაასახელა, კანონში არის ეს ფორმულირებული და კანონი ხაზს უსვამს, რომ სტატუსის დადგენის სისტემაში უნდა იყოს ბიოფსიქოსოციალური მოდელი. დამკვიდრებული შეფასების მოდელი უფრო ვიტყოდ და რატომ ვამბობ ამას ცოტა ხანში განმარტავ და ის უნდა შეიცვალოს და კანონი ასევე ავალდებულებდა სახელმწიფოს კერძოდ ჯანდაცვის მოკლედ რომ თქვა ჯანდაცვის სამინისტროს რომ ეს მოდელი შეფასების სისტემაში რადგან ეს სამინისტროა სწორედ დღევანდელ სისტემაზეც ასევე პასუხისმგებელი და უფლებამოსილიც უნდა შემოიღო ეს მოდელი დაემკვიდრებინა და ამისთვის სახელმწიფო გეგმა უნდა შემოსჩავებულიყო და ეს გეგმა შემუშავებულია სამინისტროს მიერ. მე მგონი 23 წლის 1 იანვრამდე ქონა თუ არა ხო? კი ბატონო, შემუშავდა 22 წლის დამტკიცება, დიახ. და ესე იგი მუშაობდით ამაზე თემთან ერთად და სამინისტროსთან ერთად და წლის ბოლოს უკვე 22 წლის ბოლოს დასრულებული ფორმატი არსებობდა ამ სახელმწიფო გეგმის და დამტკიცდა ცოტა მოგვიანებით. თუ არ ვცდები მარტში 2023 წლის მარტში ამ გეგმის მიხედვით ეს არის 3 წლიანი გეგმა, ძალიან რომ აღარ გავაგრძელო ტექნიკურ საკითხებზე. საუბარი ეს არის დეტალური გეგმა როგორ უნდა დამკვიდრდეს ბიოფსიქოსოციალური მოდელი, ანუ შეფასების მოდელი სახელმწიფო სისტემაში. ისე რომ მან ასევე გაითვალისწინოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები. და რა უფლებებია, ხო, ვიცით ეს არის აუცილებლად მონაწილეობა. 3 წელზე 26 წლისთვის უნდა დაუშვათ სახელმწიფო სისტემაში იყოს უკვე დანერგილი და ეს ძალიან ბევრ რესურსს საჭიროებს ნამდვილად სახელმწიფო გეგმა. ამ სახელმწიფო გეგმაში, რა თქმა უნდა, გათვალისწინებული არის ახალი სპეციალისტების მომზადებაც, მისაწვდომობის საკითხები და ასე შემდეგ. რაც შეეხება თვითონ ბიოფსიქოსოციალურ მოდელს, ანუ რა შეცვლის შეფასებაში, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი და რა განსხვავება შემოიტანს. დღეს ვიცით, რომ თუ აქვს ადამიანს კონკრეტული დიაგნოზი, მას ენიჭება შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი. უამრავი შემთხვევა შეიძლება არსებობდეს, როდესაც ადამიანის ფუნქციონირება შეზღუდულია
მაგრამ კანონმდებლობაში ეს მდგომარეობა არ არის ასახული. მოკეთ ჩამოთვლილ დიაგნოზით არის კი ბატონო, ეს ერთი ხარვეზი. მეორე არის ის, რომ არ ჩანს ადამიანის თვითონ დამოკიდებულება, რა დაუშვათ მდგომარეობა აქვს მას, რა ხელშემშლელი და ხელშემწყობი ფაქტორები აქვს, რა დაეხმარებოდა უკეთესად ფუნქციონირებაში. როგორ იყენებს იმ საზოგადოებრივ სიკეთეებს, რასაც სახელმწიფო გამოსცემს და ასე შემდეგ. რაზე მაქვს აქ აქცენტი? დამხმარე საშუალებები, სხვადასხვა მომსახურებები, შეიძლება მომსახურებები, განსაკუთრებით ვიცით ბავშვებისთვის სოციალური მომსახურება, რაში ეხმარება? ეს ყველაფერი ამ მოდელის მიხედვით არ იკვეთება. ახალმა მოდელმა რაც შემოიტანა, ანუ კიდევ ერთხელ გავაკეთებ აქცენტს, რომ ეს არის ბიოფსიქოსოციალური შეფასების მოდელი და პლუს დავამატებ ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ მოდელს, იმიტომ რომ შეფასება ებუცნება ბიოფსიქოსოციალურ მოდელს, განიხილავს ადამიანის ჯანმრთელობის, ასე რომ ვთქვა, ბიოლოგიურ მდგომარეობას. შემდგომ განიხილავს ფუნქციონირებას, ხშირად ვახსენებ ხოლმე ფუნქციონირებას. რას ნიშნავს ფუნქციონირება? ნიშნავს იმას, რომ მაგალითად ჩვენ ყოველდღიურ საქმიანობაში რასაც ვაკეთებთ, თვითმოვლა, ხო, დაბანა, ჩაცმა, კვება, ასე შემდეგ, ასაკის შესაბამისი კომუნიკაცია, განათლება, დასაქმება და ასე შემდეგ. როგორ ფუნქციონირებ მე როგორც პირი და რა დატვირთვით გაკეთება შეუძლია რა. აბსოლუტურად. და ასევე ნახეთ როგორ არჩება, რა თქმა უნდა, ის რომ როგორია ბიოლოგიური ფაქტორი, ხო, მნიშვნელოვანია ესაც შეფასდეს. კონვენციაც გვეუბნება, ხო, იმისთვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს კონვენციაც ესე განმარტავს, რომ მყარი ფიზიკური, სენსორული, ანუ მხედველობა და სმენა, ინტელექტუალური და ფსიქიკური დარღვევა, რომელიც მოდის უკვე გარემო ბარიერებთან ურთიერთქმედებაში. ეგ შემოიტანა სოციალურ დარღვევას ვერ გავაქრობთ, ასე რომ ვთქვათ, ანუ ვერ უყოთ ბიოლოგიურ მოცემულობას რა. კი, ესეც იქნება, მე მგონია ადამიანის უფლების დარღვევაც, რომ ესო არ ყოთ და გავაკეთოთ მხოლოდ სოციალურ გარემოზე აქცენტი, იმიტომ რომ ვერ მივეხმარებით. დარღვევა რჩება მაინც ადამიანთან და ეს დარღვევა პრინციპში გარემოსთან ურთიერთქმედებით იწვევს სხვადასხვა საჭიროებებს. აბსოლუტურად. შესაბამისად უკვე საჭიროებების დაკმაყოფილება უკვე უფლებებში გადადის, რომ მისი უფლება რომ ეს საჭიროებები კონდეს დაკმაყოფილებული შესაბამისად. ერთმანეთთან კავშირს ვერ მოუწყვეტთ ამ რაღაცებს. აუცილებლად უნდა შეფასდეს დარღვევა და მყარდარღვევაზე როცა არის საუბარი, ის რომ თუ მყარი დარღვევა ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება დადგეს დღესვე, ზოგიერთ შემთხვევაში დაჭირდეს და ამ შემთხვევაში საჭირო არის გარკვეული რეაბილიტაციის ჩართვაც. აი ამ კუთხითაც დღესდღეობით არსებულ სისტემაში ნამდვილად არ გვაქვს ძალიან კონკრეტული ვადა ხომ არა აქ რამე განსაზღვრული რომ ვთქვათ მე მგონი 6 თვე თუ რაღაც მაგალითად ფსიქიკური ჯანმრთელობის შემთხვევაში დღევანდელი მოდელის გადმოსახედიდანაც არის ის რომ პირველად დიაგნოზიდან უნდა გავიდეს მაგალითად 6 თვე ფსიქიკური ჯანმრთელობის შემთხვევაში დადგეს და მერე უკვე და რეაბილიტაცია აქ ძირითადად არის მედიკამენტური. მაგრამ საუბარი არის მაგალითად ისეთ რეაბილიტაციის მიდგომებზე შეიძლება იყოს ფიზიკური თერაპია, ამ შემთხვევაში ოკუპაციური თერაპია, რაც უნდა გაფართოვდეს. თუ გვინდა რომ რეაბილიტაციის ღონისძიებებისარეაბილიტაციო ნამდვილად ამოქმედდეს. და შემდგომ უკვე ფუნქციონირებას და ახალმა მოდელმა რა შემოგვიტანა, რაზე მუშაობდით თემთან ერთად, ხო? ფუნქციონირება შემოიტანა, ფუნქციონირების შეფასება შესაბამისი ინსტრუმენტით, იმიტომ რომ თუ ესე არ იქნება, მაშინ ძალიან პირობითი იქნება შედეგები. პირველად პილოტი ჯერ კიდევ გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარებით დაიწყო ამ ინსტრუმენტებზე მუშაობა 2016-17 წლებიდან და ზუსტად დავიწყეთ საერთაშორისო გამოცდილების ძიება, იგივე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ჟენევის ოფისის ათაოფისი გვეხმარებოდა იმ კუთხით, რომ მათ აქვთ გამოცდილება სწორედ ესეთი ინსტრუმენტების შექმნაში, რადგან კლასიფიკაციაც ზუსტად ფუნქციონირების მათი შემუშავებულია. და ვნახეთ, რომ მაგალითად დასრულების ინსტრუმენტი ეს არის ხუდაზი, რომელიც სწორედ ამ კლასიფიკაციას ეფუძნება. ძალიან ესეთია, გამოყენებადი არის ევროპულ ქვეყნებშიც და მაგალითად კონკრეტული ქვეყანა ესტონეთი, რომელიც ჩვენთან ძალიან ახლოს არის, სწორედ დასრულების შეფასებას რომ განსაზღვროს ინდივიდუალური გეგმა, იყენებს სწორედ ამ ინსტრუმენტს და დავეკონტაქტეთ კიდევაც ესტონელ კოლეგებს და გვითხრეს რომ საკმაოდ ისე მუშაობს შედეგიანად. რაც შეეხება ბავშვების
შეფასებას აქ არ არსებობდა ესეთი ინსტრუმენტი და მაგაზე მოგვიწია როგორც ქვეყანას შექმნა და დღესდღეობით გვაქვს საკმაოდ ვალიდობა რას ნიშნავს რომ ესეთი კარგი ზუსტი პასუხები აქვს ამ ინსტრუმენტზე და ამას დაჭირდა 2 წელი იმიტომ რომ მთლიანად პოპულაციაზე ჩატარდა ბავშვების და საკმაოდ გამართული ინსტრუმენტია რომელიც მინდა გითხრათ რომ ევროპის ბევრ ქვეყანას შეიძლება არ ქონდეს და სხვადასხვა ინსტრუმენტებს იყენებენ და ეს ერთი აფასებს ფუნქციონირებას და რა არის მეორე კიდე მესამე მნიშვნელოვანი ეს არის სოციალური პროფილის შემოვიდა ანუ როდესაც ვსაუბრობთ აი ზუსტად ბარიერებზე ან ხელშემწყობ ფაქტორებზე ხო რაღაცა ხომ უნდა შეაფასოს და სწორედ სოციალურ პროფილს მიეცა ეს დატვირთვა და ეს არის კითხვარი რომელიც კიდევ აი ხო ფიქრობთ რომ უნდა დაიხვეწოს იმიტომ რომ მეტი აქცენტი გაკეთდეს გარემო ბარიერებზე და ხელშემწყობ ფაქტორებზე ბავშვების შემთხვევაში ცალკე არის და დასრულების შემთხვევაში არის ცალკე და რა შემოიტანა ამ ყველაფერმა რომ ერთიანობაში აი ბიოფსიქოსოციალური შეფასება გაძლევს იმას რომ როგორ ფუნქციონირებს პირველ რიგში ადამიანი ეს უნდა მასთან ინტერვიუს შედეგად გაერკვეს თუ ვერ ერთვება ადამიანი ინტერვიუში აი აქ არის უფლებრივი მიდგომა გასათვალისწინებელი კიდევ რომ ვიღაცა მის წარმომადგენელს კი არ უნდა ესაუბროს ყველა რესურსი ამოიწუროს რომ ამ ადამიანთან დამყარდეს კონტაქტი და ინტერვიუ სწორედ მასთან წარიმართოს თუ ვერ მყარდება აი უკვე შეიძლება მის წარმომადგენელს წარმომადგენელი ჩაერთოს. ეხლა რასაც ვაკეთებთ კიდევ მნიშვნელოვანია რომ ბავშვების ნებაყოფლობითი მონაწილეობა რაც ასევე ვიტყოდი რომ ევროპულ ბევრ ქვეყანას არ აქვს ჯერჯერობით რომ თუ ბავშვს ექნება სურვილი როგორ ჩაერთოს და კითხვარიც არის შემოშავებული და ვნახავთ როგორ იმუშავებს საქართველოში და ასევე მნიშვნელოვანი არის სწორედ რომ აი სწორედ ფუნქციონირებით დაიწყოს ეს ყველაფერი და მე ორი მდგენელი მისი ბიოლოგიური მდგომარეობა ხო რა თქმა უნდა ჯანდაცვის სფეროდან მოდის მაგრამ ასევე მაგალითად ადამიანის ინტელექტუალური შესაძლებლობები დარღვევა ხო შეიძლება არ გამოკვეთოს სამედიცინო დაწესებულებამ და არსებობდეს შესაბამისი მიდგომებიც რაც დღესდღეობით ძალიან ასე რომ ვთქვათ მყიფე საკითხი არის ეს ყველაფერი ორი მდგენელი აქვს ასე რომ ვთქვათ ფუნქციონირებას და რომ ვაფასებთ როგორია ადამიანის თვითონ ერთვება ამ ყველაფერში ერთი არის ეს ბიოლოგიური მეორე სოციალური აი ზუსტად როგორც კონვენციაშია დიახ და მე უკვე ზუსტად ფასდება ერთიანობაში და რაც შემოვიტანეთ და დავასრულებ ამით არის ორი ახალი სპეციალისტი უნდა დაემატოს დღევანდელ სისტემას დღევანდელი ახლა როგორია სახელმწიფო გეგმაში წერია რომ იგივე ინსტიტუტები რჩება ჯერჯერობით რომლებიც სტატუსს ადგენენ მაგრამ აქ უნდა დაემატოს ორი სპეციალისტი შემოვიტანეთ ფუნქციონირების შეფასების სპეციალისტი რადგან ყველგან არ არის კარგი იქნებოდა ძალიან ყავდეს ოკუპაციური თერაპევტები ფსიქოლოგები მაგრამ თუ ესეთ გეგმას გააკეთებს ქვეყანა განწირული იქნება იმისკენ რომ რაღაცები წლებით გადაიდება ფუნქციონირების შეფასების სპეციალისტები ვერ გაჩნდება კი ამიტომ სახელმწიფომ უნდა შექმნას ამ რესურსის განათლების შესაძლებლობა და აქ ძალიან დიდი წილი სწორედ საერთაშორისო ორგანიზაციებს და დონორებს აქვს და დიდი იმედი მაქვს რომ ეს არ შეწყდება ეს რესურსი და ასევე ჯანდაცვას დაემატა სოციალური მუშაკი და სოციალური მუშაკი უნდა იყოს შემთხვევის მენეჯერი და ეხმარებოდეს სისტემაში შესულ ადამიანს რომ აუხსნას ეს ყველაფერი, რა პროცედურა უნდა გაიაროს, რა უფლებები აქვს მას, იმიტომ რომ ხშირად ირღვევა უფლებები და გვსმენია ამის შესახებ, ის რომ არ გადაიდოს შეფასების პროცესი ძალიან დიდხანს და ბოლოს უკვე როდესაც მულტიდისციპლინური ასე ვეძახით ხომ გუნდი ექიმი, დაწესებულების, ფუნქციონირების შეფასების სპეციალისტი და სოციალური მუშაკი განიხილავენ შეფასების შედეგებს, ის უკვე იძლევა კონკრეტულ რეკომენდაციებს, რომ რა პირველი რა სჭირდება ადამიანს, თითო რას თulis საჭიროდ, აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი უფლებრივი მიდგომა, თუ ისევ ამათ განსაზღვრეს მხოლოდ დაირღვევა და მერე უკვე სოციალურ მუშაკმა უნდა დააკავშიროს, თუ სჭირდება ადამიანს სხვადასხვა უწყებასთან თანამშრომლობა, რა თქმა უნდა მიეხმაროს ამაში. ესეთი უნდა იყოს მოდელი. კი ბატონო, ხო, ანუ დღეს ახლა მაგალითად თქვენ თქვით რომ 16-17 დაიწყო საქართველოში ამაზე მუშაობა. რა თქმა უნდა, იმ გამოცდილებით რაც თუნდაც ევროპის ქვეყნებში არის და თქვენ ახსენეთ ერთ-ერთი ქვეყანა. მე მგონი საპილოტი პროგრამები აჭარაშიც იყო ხო დანერგილი და ხო თუ სწორად მახსოვს აჭარაში იყო და მეც მას გავლილი სხვათა შორის ეგ როცა ინერგებოდა სატესტო რეჟიმში თქვა დაგვიკავშირდნენ თქვა და არა სამთავროებებს სხვადასხვა პირებს ვისაც სურვილი ქონდა ეს კითხარი გაევლოთ და საკმაოდ ისეთი კარგი და მე ვთქვი ფუნქციური კითხარი იყო იმიტომ რომ
თქვენ სწორად აღნიშნეთ, თუ სამედიცინო მოდელი, რომელიც ახლა დღეს ჩვენთან მოქმედებს, ხედავს მხოლოდ ადამიანს როგორც პაციენტს, ასე რომ ვთქვათ, და თული ისე თუ კონკრეტული დარღვევა არ აქვს ადამიანს, ამ შემთხვევაში დიაგნოზი, ის თული ისე ადამიანს აჭირდება, ვთქვათ, სახელმწიფოს ხელშეწყობა, სტატუსი იმისთვის არის მოგონილი, რომ ადამიანმა ის დამატებითი მხარდაჭერა მიიღოს, რაც მას სჭირდება მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, მაგრამ არის ისეთი დიაგნოზები, რომლებიც არ წერია იმ ბრძანებაში და ეს ბრძანება საკმაოდ ძველია, ადრეა მიღებული და ბევრი ისეთი, ვთქვათ, დიაგნოზი ან ვთქვათ, სამედიცინო ჩვენებები ასე ვთქვათ, გამოვლინდა, რომელიც იწვევს სხვადასხვა ფუნქციურ შეზღუდვებს, როგორც თქვენ აღნიშნეთ და სხვათა შორის მეც არ მაქვს სტატუსი ამ ძველი მოდელის გამო, იმიტომ რომ სამედიცინო დაწესებულებაში, როცა დრო მქონდა, ვთქვათ, სკოლის პერიოდში განსაკუთრებით ვცდილობდი, რომ გამოვიყვია სტატუსი მეკუთვნებათ, მაგრამ მაგას მეუნევლენ, კონკრეტული დიაგნოზი შენ არ გაქვს, შესაბამისი სტატუსი არ გეკუთვნის. მაგრამ იმ კითხვებში, რომ ჩავხედე, ვიპოვე ის შეზღუდვები, რაც მე მექმნებოდა თუნდაც ჩემი მდგომარეობისა და გარემო პირობების ურთიერთქმედების შედეგად, როგორც კონვენცია ამბობს, რომ შეზღუდული შესაძლებლობა არის პირის დარღვევის, ბიოლოგიური მოცემულობის, ასე რომ განმაზოგადოთ და გარემო პირობების ურთიერთქმედების შედეგად დამდგარი ბარიერი, რომელიც შენ სხვებისთანაც სწორად უფლებას აგებს იცხოვრო, ასე რომ ვთქვათ, და ჩაერთო სხვადასხვა აქტივობებში და ეს კითხვა რაც უფრო მალე დაინერგება პრაქტიკაში და გადავა სოციალურ მოდელზე, მით უფრო კარგი იქნება. ზოგადად შეიძლება, არ ვიცი, სახელმწიფო ფიქრობდეს, რომ ხარჯები გაეზრდება და ალბათ გაეზრდება, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ახლა ისეთი კატასტროფული ხარჯებიც არ იქნება, რომ ქვეყანა დააქციოს. ზოგჯერ იმის პრობლემაც არის ხოლმე, რომ რატომ ფეხდება, ვთქვათ, პროგრესი ან ასე ვთქვათ, პროგრამების დანება, იმიტომ რომ კარგად არ გვაქვს გააზრებული რეალურად მაგალითად რა დაჯდება ეს და ვთქვათ, შედეგები, რასაც ეს მოიტანს, რამდენად ღირებულია იმ გაწეულ ხარჯთან მიმართებაში და ეს გვაფერხებს ხოლმე ხშირად, როცა კვლევაზე დაფუძნებულად არ ვაკეთებთ რაღაცებს. რა მე მექნება კითხვა, რამ გამოიწვია ეს დიდი პაუზა, თუ ჩვენ ვთვლით, რომ დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით დაიწყო 16-17 წელს ეს და თქვენს ასე ვთქვათ, პატარა ნარატივს შეუერთდები, რომ წეხან თქვით, რომ იმედია დონორები დარჩებიან და იმედია მართლა დარჩებიან, იმიტომ რომ დონორ ორგანიზაციებს ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული, ბევრს აკეთებენ დღესაც საქართველოში და მომავალშიც გააკეთებენ, თუ ჩვენ თვითონ ხელისუფლება, საზოგადოება ამის საშუალებას მივცემთ. კი ბატონო, დიდი მადლობა. საინტერესო კითხვა არის. აჭარა იყო პირველი მერცხალი, მართლაც აქ დაინერგა და ბევრი ვისწავლეთ, ასე რომ ვთქვა და ძალიან სხვათა შორის კეთილგანწყობა იყო თვითონ რეგიონის მთავრობისგანაც, მხარდაჭერა იყო იგივე დაწესებულებების მხრიდან 6 დაწესებულებაში და ასე შემდეგ. შემდგომ აჭარა მაინც უფრო რესურსულად, უფრო ისეთია, როგორ ვთქვათ, მრავალფეროვანი არის და მეორე ეტაპი უკვე თვითონ ჯანდაცვის სამინისტროს და ჩვენი რჩევაც იყო, რომ აგვიღო ისეთი რეგიონი, სადაც ბევრი რესურსი არ იყო და სამცხე-ჯავახეთი. ამიტომ შეიძლება აჭარისთვის ეს პაუზა იყო, მაგრამ სამცხე-ჯავახეთში დაინერგა ისევ და ვნახეთ, რომ ერთია რომ შეიძლება შეფასების მოდელი იყოს გადასარევი, აფასებდეს ყველაფერს, მაგრამ მე თუ მაქვს შეზღუდული შესაძლებლობა და კარგად შემოფასეს და საჭიროები გამოვიყვეთა, ამით ჩემი კეთილდღეობა ნამდვილად კი არ გაუმჯობესდება. თავარი არის რესურსი. ამ სტატუსის სისტემასაც ხომ ქვეყანა იყენებს იმისთვის, რომ ზოგიერთ რესურსზე შესაბამისობა და კრიტერიუმები დაწესდეს სწორედ იმ ადამიანებისთვის, ვისაც აქვს სტატუსი და შესაბამისობა იყოს. არის ქვეყნები, სადაც ეს საერთოდ არ არის და თუ სჭირდება ადამიანს განისაზღვრება, მაგალითად დიდი ბრიტანეთი, სკანდინავიის ქვეყნები ესე მოქმედებენ. თუმცა იქაც რა თქმა უნდა არ არის შეუზღუდავი რესურსი. ყველა სახელმწიფო იყენებს ესე რომ სტატუსი ამისთვის მჭირდება ეს შეფასება რომ გარკვეული რესურსი მე თქვა დასკვნას მოყვეს ის ჩემთვის სასარგებლო რესურსები და ასე კი ბატონო ამიტომ რესურსები უნდა შეიქმნას პარალელურად ამიტომ არის მნიშვნელოვანი რაღაცები მართლაც ფართოვდება იგივე ხა დაიწყო საუბარი პერსონალურ ასისტირებაზე შინმოვლაზე რეაბილიტაცია აბილიტაცია უნდა დაიხოცოს და ასე შემდეგ. ამიტომ პაუზა მართლა არის უკვე ვიტყოდი წელიწად ნახევარია იმ კუთხით რომ
არ არსებობდა რესურსი რომ დაგვეწყო სპეციალისტების განათლების საკითხი და ისევ გამოჩნდა საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიეხმარება ამ რესურსების მომზადებაში. პილოტმა მოიტანა ისაც, რომ შეიქმნა გარკვეული მოდულები, იგივე ფუნქციონირების შეფასების სპეციალისტი, საკმაოდ მაგალითად 30 დღე სჭირდება ბაზისურად, რომ მომზადდეს, რომ სწორად ჩაატაროს ინტერვიუ, ასე შემდეგ. ამ რესურსს სახელმწიფო სხვა რამეშიც გამოიყენებს, მაგალითად სერვისების განსაზღვრა რომ გვინდა, მარტო შეფასებისთვის კი არა. სერვისებისთვისაც რომ შეფასდეს ხომ ადამიანი. ამიტომ უყურებთ უფრო ოპტიმიზაციის კუთხით. სოციალური მუშაკი ისედაც უნდა ყავდეს კანონმდებლობით კანონის სოციალური მუშაობის შესახებ ავალდებულებს ჯანდაცვას რომ ყავდეს სოციალური მუშაკი. თუ კი ეს უკვე სტატუსის დადგენის სისტემაში სოციალური მუშაკის მონაწილეობა შევა მის სამუშაო საქმიანობაში, მას დაჭირდება ტრენინგი. ეს სატრენინგო მოდულებით შექმნილი გვაქვს. ანუ ახალს არაფერს აღარ შევქმნით, არსებობს და მთავარია გადამზადდეს და უკვე მოხდეს თქვენ ძალიან კარგი რაღაც ახსენეთ, რომ სახელმწიფო უნდა იცოდეს რა უჯდება ეს ინიციატივა, იმიტომ რომ შეიძლება გადასარევი მოდელი შეიქმნას და ვერ აწიოს რესურსულად სახელმწიფო, იმიტომ რომ ადმინისტრაციული ხარჯი. შეიძლება უფრო მე მაგალითად მუნიციპალიტეტებთან უფრო მაგახარ მე ხშირი ურთიერთობა რადგან რეგიონში მუშაობ დაჭერის დონეზე და ანუ უფრო პირიქით ვაწყდებით ხოლმე პრობლემას და გონიათ რომ ძალიან ძვირი ჯდება რაღაც ახალ პროგრამას შევთავაზებთ და ვერ გავაკეთებთ. ანუ მე მესმის რა თქმა უნდა ცენტრალურ დონეზე ხარჯები მეტი იქნება, იმიტომ მთელ საქართველოს უნდა გაწვდეს ეს პროგრამა და არა კონკრეტულ რეგიონს. მაგრამ ზოგჯერ პირიქითაც არის ხოლმე მაგის თქმა მინდა რომ ძალიან ძვირი გონიათ და სინამდვილეში ისე ძვირს არ ჯდება და ამის გამო თავს იკავებენ ხოლმე. სახელმწიფო გეგმის ამოცანა გახლავთ, თუ არ ვცდები მეოთხე ამოცანა არის, სწორედ რომ განისაზღვროს ერთი ადამიანის შეფასების, აი პერ კაპიტაზე ერთეულის ხარჯი, სისტემაში დამკვიდრებაც აბსოლუტურად, ანუ ადმინისტრაციული ხარჯი. ასევე ოპტიმიზაცია, იმიტომ რომ დღესდღეობით 69-70 ესეთი სამედიცინო დაწესებულება არის ქვეყანაში, ვინც სტატუსს ადგენს, მაგრამ უფრო მეტია, გამოცდილება გვანახა, რომ უფრო მეტია საჭირო. მაგალითად, ახალციხიდან უნდა წამოვიდეს ოჯახი, თუ ბავშვს აქვს მაგალითად გონებრივი განვითარების შეფერხება, ან დასულ ადამიანს აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის დარღვევა, ხო? მოდის თბილისში. კი, არა, სხვა რამეს ვამბობ იმას, რომ ახალციხეში მაგალითად ვერ დაიდგენს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსს ადამიანი, რომელსაც აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის სირთულე. თქვენას, ამიტომ უნდა წამოვიდეს, შეიძლება ბევრი შემთხვევა დაიკარგოს ასეთი. აჭარაში მე მგონი არ ფსიქონევროლოგი. ხო, არა, ბათუმშია მხოლოდ შესაძლებელი, რომ მიმართულებით სტატუსი დადგინდეს ფსიქოსოციალური საჭიროების მიმართულებით, მაგრამ აი ქობულეთში მაგალითად არის ფიზიკური ვთქვათ დარღვევის მქონე პირებს შეიძლება სტატუსი დაუდგინონ, მაგრამ ფსიქიკური დარღვევა თუ აქვს უშვებენ ბათუმში, იგივე ხულონიდან მაგალითად ბათუმში მოუწევს ჩამოსვლა. ხო, ეგ პრობლემები არის, მით უმეტეს ახლა ბოლო სტატისტიკა რაც შევამოწმე მე 130,000 შიშუმო პირია 2024 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოში და ამაში არ შედის რამდენიმე 1000 შიშუმო პირი, ვინც პარალელურად კომპენსაციას იღებს სხვადასხვა მიზეზის გამო და შეიძლება კიდე ვთქვათ 135,000-მდე იყოს. და ეს არის მხოლოდ სამედიცინო მიმართულებით შეფასებული ხალხი, ვინც სახელმწიფოსთან რაღაც მომსახურებით და დაკავშირებული მაგალითად ეგ ეწოდებული პენსიას იღებს. აქ აი მხოლოდ ის ხალხი, ვინც სახელმწიფოსთან კომპენსაციას იღებს, მაგრამ აი ვთქვათ სხვა შიშუმო პირები, რომლებსაც სამედიცინო მიდგომით სტატუსი არ აქვს მინიჭებული, იმიტომ რომ დიაგნოზი ვერ დაემთხვა, ისინი მიღმა არიან სტატისტიკის მიღმა და შეიძლება მათლაც 130,000 კაცზე უნდა გათვალონ რესურსი, რეალურად შეიძლება მეტიც უნდა გათვალო რა, ძალიან რთული საკითხია ნამდვილად გეთანხმებით და ის სამწლიანი გეგმა ალბათ საჭირო იყო მაგისთვის, რომ ახლა უცებ ვერ მოგვარდება ეგ პრობლემა.
კი ბატონო, მე იმედი მაქვს, რომ 3 წლის შემდეგ დაიწყო, ხო, ესაც არის ქვეყნები, აი მაგალითად ქონდა ზუსტად ლიეტვასთან ქონდა კავშირი და თქვენს რომ 15 წელი ეტაპობრივად გადადიოდა. ის არნიშნავს, რომ 15 წელი პილოტს ატარებდა, 15 წელი ეტაპობრივად გადადიოდა და ასევე ევროპული ქვეყნები, სხვა ევროპული ქვეყნები უფრო გამოცდილიც, მაგალითად თქვენ მკითხეთ ქვეყნების შესახებ, ხო? საფრანგეთი ყველა იყენებს ფუნქციონირების, აი ესე რომ ვთქვა, შეფასებას უკვე, იმიტომ რომ არის რაღაცები ცოტა უფრო სამედიცინოა. არის ქვეყნების გამოცდილება, მაგალითად დიდი ბრიტანეთის, შვედეთის გამოცდილება, რომელიც არ იყენებს ესეთ მიდგომას, თუმცა მაინც არ არის დაუშვათ ქვეყანა, რომელზეც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტი იტყოდა, რომ ნამდვილად წმინდა წყლის უფლებებზე დაფუძნებული. ანუ იდეალური. ამას სჭირდება, დიახ, ამას სჭირდება დრო, მაგრამ დრო არ ნიშნავს იმას, რომ რაღაც უნდა გაჩერდეს. ამას სჭირდება ის, რომ დაიგეგმება თემის განაცხადად ხსმენია თავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისგან, რომ იციან, რომ გარკვეული სირთულეები შეიძლება იყოს, მაგრამ ამ სიახლემ უნდა მოიტანოს, რა თქმა უნდა, უფრო მეტი სარგებელი იმ კუთხით, რომ დიაგნოზებით აღარ იყოს შეზღუდული შესაძლებლობის დადგენა, არ დაგვაუწყდეს ერთი კიდევ რაღაც მნიშვნელოვანი საკითხი, არ დაგვაუწყდეს ისაც, რომ შეიძლება ვიღაცამ ახალი მოდელითაც კი ვერ მიიღოს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი, იმიტომ რომ მართლაც არა, მაგრამ მას შეიძლება სჭირდებოდეს მომსახურებები, შეიძლება სჭირდებოდეს დამხმარე საშუალება და რაც არის ახლა კარგი, უნდა მიიღოს მიუხედავად იმისა სტატუსი ექნება. სტატუსამდეც უნდა მიიღოს. მადლობა საინტერესო საუბრისთვის და პოდკასტში მონაწილეობისთვის. წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას და ჩვენ ხალხს. შემოგიერთებეთ. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. დღევანდელი პოდკასტის ნახვა კი შეგიძლიათ ვებგვერდზე სერჯი, ხოლო აუდიო ვერსიის ნახვა შეგიძლიათ ეკრანზე მითითებულ პლატფორმებზე. ნახვამდის.